საღამოშვილების საპარლამენტო მაღლობლებო, ეთერშია გადაცემა საუბარი მოწმართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში სამების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია კარკაცე. დაგლოცეთ მამა ილია. მამა ილია. მოდი. დავიწყოთ ჩვენ კვირის სახარებით, ხო და მე ვთხოვნა მექნება, მე ვიცი რომ თქვენ პატრიარქთან შეხება გქონდათ და გარკვეული პერიოდები და თუ შეძლებთ რომ ჩვენი პატრიარქის რაღაცები გავიხსენოთ მისი ცხოვრები და თქვენი ურთიერთობები და თქვენი შეხვედრები. კარგი. ესე იგი კვირას იქნა ორი სახარება წაკითხული, ერთი იყო მარკოზ და მეორე ლუკას სახარება. პირველი იყო მარკოზის მეათე თავის 32-დან იყო 45-ის ჩათვლით. აი ეს სახარება იკითხება ასე. და იყვნენ გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალიმად და იესო წინა უძღოდა მათ და დაუკვირდებოდათ მოწაფეთა, ხოლო იგენი მიიზრდებდნენ მას და ეშინოდათ. და წარმოიყვანა კვალა და12 იგი და იწყო თხრობად მათ და მერმისა მისთვის, რომელიც შემთხვევა იყო მისა. ვითარმე და ხა ესერა ავალ იერუსალიმად და ძე კაცისაი მიეცემიზო მოძღვართა და წიგნობართა. და დასაჯონ იგი სიკვდილი და მისცენ იგი წარმართა. და ეკიცხებდნენ მას და ტანჯვენ და ნერწყვდნენ მას და მოკლან იგი და მესამესა დღესა აღდგეს. აი ჯერ ამ დეტალს ვეცდები შევეხურო. აქ არის სწორედ ის ადგილი, სადაც მაცხვარი უკვე წინასამეტყველოს მისი ჯვარცმის შესახებ. და ეს რაშია განსაკუთრებით ყველაზე მეტად, რომ უფალმა, რომელმაც შეგნებით მოვიდა დედამიწაზე, მისი ცხოვრების არსი იყო, რომ დაინახებია ჩვენთვის მის და მისი ყვარული და დაინახებია, რომ სოფელი სულით ბოროტებაზე ზედა დგას და რომელიც აი ამ დიდ ნათელს, აი ამ დიდ სიწმინდეს თუ როგორ მოეპყრობოდნენ. არიან მაგალითად ზოგიერთი სექტანტები, რომელმაც იციან მაგალითად ასეთი რამე, რომ აი შენი შვილი რომ მაგალითად ფისალიტით მოკლან ან დანით მოკლან, თანასხმარ დაიკიდებ ესერზე. და ამიტომ არის ზოგიერთი ადამიანები არაკეთილი შთაგონებით ჯვარს უარყოფენ. არამედ პირიქით უფალი აქ ჩანს, რომ უფალი კი არ აწამენ, არამედ უფალი ეწამა ჩვენი გამოხსნისათვის. ანუ ჯვარი და ეს გამოხსნა, იმიტომ ეს იყო ჩვენთვის და არა დაუშვათ უფლისათვის, რომ მას ესაჭიროებოდა ეს და მისი პიროვნული რაღაც ხსნისათვის. არამედ აქ მამაშვილური სწორი გაგება, სწორი მიდგომა, რომ უფალი ამტკიცებს ჩვენ და მის სიყვარულს. რაში არის ახლა ჩვენი სარწმუნება ყველაზე დიდი, რომ ჩვენ პიროვნული შეხება უკვე მოგვეცა ღმერთთან. იმიტომ რომ ღმერთი, რომელიც წარმოუდგენელი სიდიადია, რომელსაც სადადი და მიწა ვერ იტევს, ამიტომ მან აი თელი ძველი აღთქმის წინასამეტყველება სულოდ მას ემსახურებოდა, ეს ესაია იქნებოდა, ბარუქ იქნებოდა, მალაქია იქნებოდა, თუ სალმუნების სხვადასხვა აი წინასამეტყველური აი გადმოცემები რაცა, რომ ღმერთი რომ მოვიდოდა დედამიწაზე, რას მოიმოქმედებდა, აი უფლობა იყო მის ბეჭებს, საგული მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, აი ესაიამოს მაგალითად, აი სვალი მისი არა შემოძ მკერცა მისა უგმირენს სალმუნში წერია. რომ ეს არის სწორედ ის სიდიადე, რომ კაცობრიობას უკვე შესაძლებლობა მისა ღმერთმა, რომელმაც ღმერთმა ჩვენ პიროვნულ მეს მისა არსიდან არსობაში შემოყვანა, რომ თვითონაც შემოგვიყო ჩვენს ბუნებას და მოგვევლინა ისეთ სახით, რომ სწორედ ჩვენთვის დასაწევრნი ყოფილიყო და მისი სიყვარული, ანუ ჩვენ და მისი სიყვარული უფალმა სწორედ აი ჯვარცმით და მისი აი მამაშვილური გამოხსნით უკვე გვაჩვენა და სწორედ ეს სახარების ეს ადგილი ძალიან კარგი არის, რომ ის შემთხვევითობა კი არ იყო, არამედ ჯვარცმა იყო უკვე მიზან მიმართული. კაცობრიობის გამოხსნა. ხო გასვათ, აი ძალიან კარგი ადგილია გესამანის ბაღში მაგალითად, როდესაც სერია რო ქვის ხორცნელზე გავიდა უფალი, აქ მოციქულებს უკვე
გამიზრდება ვეღარ შეიძლება და ეძინათ. მაგრამ იქ უფალი ლოცულობს. და აი ისე ლოცულობს, იმიტომ რომ ის ხედავს რა ხელა განსაცდელია წინ, რომ ოფლიო სისხლად შეეცვალა და მოდის ანგელოზს სანუგეშოთ. იმიტომ რომ უფალს კი არ უნდა სანუგეშოთ. ანუ ეს არის სახე ყველა იმ დიდი პატრიარქებისა და მღვდელმთავრებისა და სამღვდელო დასისა, რომელიც განსაცდელის დროს, როდესაც უკვე მას გაუჭირდება, რომ უფალმა ზეგარდამოდ ანგელოზი მოუვლინოს სანუგეშოთ. ხო და ამიტომ ის დიდი ტანჯვა, ის დიდი წამება უფალმა ჩვენი სიყვარულისათვის, აი, სწორედ რომ დაითმინა და ეს განუმარტავს მოწაფეებს, რომ ეს არის მისი მისია, რომ მან უნდა გამოისწროს კაცობრიობა. მამაილე, ერთ დავამატებდი მაგ თან როგორ გვეუბნება რა სიყვარულით ამბობს უფალი, მე არ მინდა თქვენ ჩემი მონები იყოთ. მე მინდა თქვენ ჩემი მეგობრები. მონამ არის ეს თავის ბატონის ფასიო. მეგობარი შვილია და ხო, იგი შენ გვერდში იქნება ყოველთვის. და მოვიდა მისა იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, და რქვეს, მოძღვარ, გვნებას რაითა რომელი გითხროთ, მიყოთ ჩვენ. ხოლო თავად ვარქვა მათ, რა იგნებავს ჩემგან, რაითა გიყოთ თქვენ. ხოლო მარქვა მას მომეჩვენ, რაითა ერთი მარჯვენი და ერთი მარცხენი შენსა დავსდეთ, დიდებასა შენსა. ხოლო იესო რქვა მას, არა იცით რასა ითხოვთ, ძალგით სასუმელი რომელიმე შევსვა შესმად და ნათლისღება რომელიმე ნათელი ვიღოთ ნათლისღებად. ხოლო მათქვეს მას ძალგვიც. ხოლო იესო რქვა მას, სამე რომელიმე ვსვა სვათ და ნათლისღება რომელიმე ნათელი ვიღოთ ნათელიღოთ. ხოლო დაჯდომაი მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არა არც ჩემი მიცემად, არამედ ვიეთნიმე გამზადებულ არს. აი, აქამდე შევჩერდები, მე გავაგრძელებთ. დიახ. ეხლა შეიძლება კაცმა გითხრათ, თუ მისის აქ როგორც იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეში არის ორი ბუნება, ერთი სრული ღმერთი და მეორე სრული კაცი. ამიტომ უკვე როგორც კაცი მივიდნენ მოწაფეები და ეუბნებიან, რომ მიწიური გაგებით, რომ თავისი მარჯვენა მასე დაждდომას ითხოვენ. ხოლო უფალი აქ გვაჩვენებს, რომ საეკლესიო დისციპლინა არ ამოცემულ არს დაუშვათ, თუნდაც აი ეს პატრიარქი იქნება მღვდელმთავრის მიმართ, არამედ რომელიც იქნება ზეგარდამო ღვთისგან მიან. ანუ ეს ყოველივე არის ღვთისგან უკვე მიზანმიმართულად დაწესებული. და ეს მარა ესი ათა მათა იწყეს რისხვა იაკობისა და იოანესა. ხოლო იესო მოუწოდა და რქვა მათ, უწყითა, რამე თუ რომელი იგი გონებთ მთავრად წარმართა, უფლებენ მათზე და დიდდნი მათნი ხელმწიფებიც მათზე და. ხოლო არა ეგე იყოს თქვენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდყოფაი თქვენ შორის იყოს თქვენ დამსახური. და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა იყოს ყოველთა მუნა. და რამე თუ ძე კაცისაი არა მოვიდეს ვითარზე იმსახუროს, არამედ მსახურება და მიცემა სულითვისის სახსრად მრავალთა. სწორედ ეს არის ის იდეა, რომელსაც მე არ დამავიწყებ არადროს. მე უფეკალისათი მიცოდა ხშირად თქმა ასეთი, რომ ნამდვილი მღვდელმთავარია შვილო ჩვარცმული არისო. ასე არის, რომ თუნდაც ავიღოთ, აი პატრიარქი, აი ჩვენ ახლა ვინაიდან ამ პროცესში ვართ. პატრიარქის ცხოვრება ესა მისი პიროვნული გაგებისათვის. ჩვარცმული, იმიტომ რომ დღე და ღამე მათ მარიცოდნენ ჩვენი გულისთვის 1000 სტუმარი, 1000 თუნდაც ლოცვები, მუხმოდრიკეც ჩვენი არა სწორი მოსპენით ხანდახან აი მისი ჩვარცმა იყო ყოველთვის და თავისთვის რო ადამიანი ვერ მოწეს, მარტო მე რამდენჯერ მიჩერები ვარ ხა თუნდაც ჩვენი მეუფე გინდა თუ რომელიც გინდა რომ მოცლა არა აქვთ.
ადამიანს უნდადეს რომ უბრალოდ აი ჩვენ რო თავისუფლები ვარ შედარებით, ხო? ახლა მე ჩვენ ახლა როგორც მოძღვრები მე მახსოვს ერთ-ერთი ქალბატონი იყო ნათელ აღმეთმა მიწყონოს მისი სული მეო თქვენ და მე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა ეს თანამდებობაზე მუშაობდა ეს ქალბატონი ადრე და ძალიან მაინტერესებდა რომ უდლის ოჯახი მენახაო რანაირები ხართო რანაირად თურმე თათისი არ ყოფილა მე რომ მეჯერაო იმიტომ რომ ჩვენ თუ ერის ადამიანები ვიყავი და უფრო მეტად ვიცლიდით იმიტომ რომ იქ მარტო შენი ოჯახი გაწუხებდა და მოცლა ქონდა შენ თავზე თუნდაც რომ მოისვენებს ან მეწახვიდოდი თუნდაც დაისვენებდი როცა მოძღვარი ხდები უკვე შენი ოჯახის ფარგლების გარე უნდა გახვიდე იმიტომ რომ იქ უკვე სულიერ შვილები ყავს ხო და თუ ამახარ დაზრუნავ მათზე უნდა იფიქრო და შეიძლება არის რომ შენ თვითონ გაწუხებს მაგალითად როდესაც ხებულობ შენ შვილს რომ რამე უჭერს ხო და ეხლა ჩვენ კიდევ ვინა ვართ ამასთან შედარებით რასაც უდელმთავარი ქვია და მით უმეტეს პატრიარქი ბრძანდებოდა იმიტომ რომ ერის ტკივილი ნამდვილად მათზე გადის და ამას ქვია შეწირული ადამიანები აი მამელი რა ვიღოთ ნეტარებები რამდენ ნეტარებას ჩაისმება პატრიარქი თქვათ ყველა ნეტარების მუხლი მათზე გადის მაგრამ ახერაზია მათ თავის მოცლა არ აქვს ამიტომ გვინდა თუ გინდა დიდყოფად ანუ მიწური გაგებით კი უნდა გააკეთო შენ ახლა დღეს გინდა რომ დაუშვა რაღაც თანამდებობას ახვიდე და არა და იქიდან რაღაც სარგებელი ნახო და ამ სარგებლად თუნდაც წუთი სოფელში დატკბე ამიტომ ნამდვილი მოდელმთავარი ნამდვილად ესაა შეწერული ადამიანები და მით უმეტეს როცა დიდი იერარქი მას ძალიან დიდი ასე ვთქვათ ბრძოლაც აქვს ბრძოლა რა გაგებით რომ ეს ანტიქრისტის ძალები ეს არაკეთილი ძალები ებზია თელი ეს 1000 ჯღიბავები და ყველაფერი ყოველთვის მასზე ცილობენ აი ჩვენ მე რო გადავარ 1000 გეთეს არ დაინახავენ და აი ცილობენ ხო აი ჩვენ სამსახარებში შენ მაშინ პირდაპირ გადავიდოთ მაშინ პატარა კი ბატონო მასზე პატარა შევეხეთ უკვე მაგ თემას ჩვენ და ხო და ნახე რაზია აი ერთ-ერთმა მოძღვარმა მე მომიყვარო მის ერთ-ერთი სულიერ შვილი აი ამ რაღაც იმაში ჩავარდა რაღაც სექტასავით იყო და სადაც მათი პირველი დავალება იყო რომ პირველი რაც შეგიძლია თქვენ მართალ ესე ილაპარაკეთ ცუდი პატრიარქზე ანუ ეს სექტები იქნება ეს სხვადასხვა მიმდინარეობები არის თუნდაც ზოგიერთი დამახინჯებული პოლიტიკური მოსაზრების ადამიანები რო არიან პირველი მიზანი მათთვის იყო ვინ დედა ეკლესია და პატრიარქი პატრიარქი და მღვდელმსახური ხო, დემსახურია თავიდან, მაგრამ განსაკუთრებით პირველი ესენი ბოროტის სულები ცილობდნენ პატრიარქის მიმართ. ამიტომ არის რომ ეკლესიაც სამაგიეროდ ასე მოწყობილია, რომ ჩვენც ყოველთვის ლოცულობთ ერი და ბერი და სამდელოდ ასე ჩვენს მამამთავარზე და ლოცულობთ თავიდანავად პატრიარქს, ლოცულობთ ჩვენ პატრიარქზე, რომ აი ლოცვით შეწევნა უნდა მოხდეს მისდამე და ამიტომ რაც უფრო დიდი არის ადამიანი, აი წმინდა მარკოზის ცხოვრება თუ ძალიან დიდი მამების, აი ესეთი თუ იქნება დედამიწაზეო, დედამიწა იარსებებსო. და ასეც არის რომ ბოლო პერიოდებში წერია რომ მთები დაიძვრებიან, მთებიო, აი ანდრე კესარიელს უწერია. ეს იქნება არა მარტო ეკლესია, ასე იგი მონასტრები და ეკლესია და დიდი ლავრები და რაღაცები. არამედ ძალიან დიდი იერარქები, რომელსაც თავის ერთგვარ სულიერ დონიდან ჩამოგდებას უკვე ანუ თავის გადაბირებას უგააკეთებს ეს ბოროტის სულები. ხო და მართალი პატრიარქი ესა ძალიან დიდი წყალობა ზეგარდო მოხდისგან რომ ის ერი მეთი იცავს მას. იმიტომ რომ ბოროტი რომელიც თავისი დღეს თუ არსებობს მაგალითად იარაღები ესეთი ფსიქოტროპიული იარაღი არსებობს მაგალითად შეუძლიერო და არა მარტო სხვადასხვა დასხივებები რომელიც ადამიანის ფსიქიკაზე უნდა რომ ბოროტმა იმოქმედოს და ასეც არის რომ ძალიან ბევრი ეს არაკეთილი სულის მატარებელი ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანი კიპროსშიც ამყოფოს და აი დედამატრონის ცხოვრებაში ხო არის გადიდო დაიმალეთო ძალიან დიდი ჯადუქარი მოდისო და პავლე მოციქული რას ამბობს ბევრი მავნო სიმონ მოგმაო ანუ ამ ბოროტებას თავისი ძალები და როცა ადამიანი როგორც დიდია იერარქი და ძალიან დიდია მისი სულიერი დონეც მისი მადელმოსილების გამო უფალი იცავს მის ერს
აი რამხელა დიდი არის ეს. ამიტომ არის რომ მე მადლობას ვუხდი ღმერთს რომ მართლაც იმ ეპოქაში ვცხოვრობდით, რომელი ეპოქა ჩვენი უწმინდის და უნეტარესი მეორეს ეპოქას უწოდებ ჩვენ და რომელმაც მართლაც ეს ძალიან დიდი ბირთვი შექმნა ამ ადამიანმა ღმერთმა მისი ხელით, იმიტომ რომ ღმერთი ამ თანასინერგიით მოქმედებს დედამიწაზე და როცა პატრიარქიც, იმიტომ რომ ღმერთი ხო ეს აბსოლუტური აი სიდიადია და სიწმინდე და გონიერ, მაგრამ ძალიან დიდი გამტარი ყავს ადამიანს აუშვათ უკვე იქ მაღალი იერარქი, ის დიდი იერარქის შედეგად ძალიან დიდი მადლმოსილება ებქვა იმ სამწყოსოს. და სახიზეც ეს არის რომ დღეს მადლობა ღმერთს ჩვენმა უწმინდესმა მიუხედავად იმისა რომ ხორციელ თვალსაზრისით დაგვტოვა და მე წამსულიერად უფრო მეტად კიდევ მომხედავს, მაგრამ მან დაგვიტოვა ისეთი დიდი სკოლა მღვდელმთავრებისა და სამღვდელო დასისა, რომელმაც ამ პიროვნებამ მისი ეპოქაში უკვე შექმნა და ესა ძალიან დიდი დანატოვარი და ძალიან დიდი სულიერი საზრდო, რომელიც მე მწამს რომ ეს იმ ინერციით ისევე გააგრძელებს გზას მიუხედავად იმისა რომ მართლაც ძნელია დღეს რომ ამხელა დიდი მამის ერთგვარად ხორციელ თვალსაზრისით და რომ შენ გვერდში არ არის, მაგრამ მეცვაინებოს რომ ჩვენი სწორედ პატრიარქის დიდი გამოთხოვით, იმიტომ რომ როცა ადამიანი ძალიან დიდია და გადის უკვე ღვთისგან მას ეძლევა ძალაუფლება ზეგარდამო რომ გამოითხოვს ბევრი რამ. და ეს ერთზედაცა დამოკიდებული, მაგრამ მე მიხარია მამარჩილ თქვენ მით უმეტებს ვსანდებოდით იქ რომ თუ ადრე იყო რომ მართლაც მუხმოდრეკილი პატრიარქი ჩვენ ცოდოთა გამო ტიროდა და ხამებს ათენებდა ჩვენ რაღაც ურჩობისა არაეკლესიური ცხოვრებისა, ურთიერთ დაცემისა, რაღაც ანგომისა. დღეს შეიცვალა ის, რომ მაინც მისმა მოღვაწეობამ ძალიან დიდი რაღაც გამოაფქვია და სახეზე შედეგი სწორედ ის იყო, რომ მის პანაშვიდებზე, მის უკვე გასვენებაზე იმდენმა ხალხმა შეძლო და მოვიდნენ, რომ ეს იყო ერთგვარად არის ჩვენი ერის დიდი გადარჩენა, იმიტომ რომ ეხლა პირიქით დადგა. ეხლა უკვე პატრიარქს უხარია ზეცაში, რომ ხედავ შულებს, მონანულებს, უძღების შულების დაბრუნება ეკლესიაში და ჩვენ უკვე განიცდის მამასთან დაშორებას. ეს არის ხორციელი კივილი და გლოვა შეიძლება, მაგრამ ესა სულიერ ძალიან დიდი ზეიმი, რომ ქართველმა ერმა ძალიან დიდ გამოცდას გაუძლო და ძალიან დიდი ასე მგონია რაღაც განსასწრელი და დაგვიცავს ღმერთი ბოლო ჟამს, იმიტომ რომ წერია რომ ბოლო ჟამს ყველგან იქნება და მამა გაბრიელს სწორედ ამოსამოს რომ თუ წერია უწმინდა წერილში რომ იქნება ბოლო ჟამ დიდი დევნები საქართველოშიც იქნება, მაგრამ არა ისეთი სიძლიერით, რაც სხვა ქვეყნებშიც. და ეს არის სწორედ ერთ-ერთი ძალიან დიდი ერის გადარჩენის სწორედ ეს დღეები, რომელიც გლოვა სულიერ სიხარულად შეიძლება ჩავთვალოთ. ეხლა რაც შეეხება მამო, ცოტა აი პატრიარქის შესახებ მე მართლაც გქონდა დიდი ბედნიერება. როდესაც გელაც მონასტერში ვიყავი, მაშინ იყო ისე რომ რაღაც ბერობაზე იყო ჩემზე საუბარი და მეუფე კალისატე მაინც გამიშვა პატრიარქთან რომ ცოტა მოერიდა დედაჩემი ცოტა ისეთი ადამიანი იყო რომ დედაშენ ცოტა არ მინდა იმას ნაშულო და ну უწმიდესმა გადაწყვიტოს და ერთ სიტყვით როდესაც მე უკვე მეუფე კალისატის კურთხევით წავედი იქ და მაშინ ჩემი მოძღვარი მამა ნიკოლოზი ბრძანდებოდა 4 დღის განმავლობაში მე მოხდი უწმიდესის გვერდში საპატრიარქოში და ეს იყო ჩემთვის რაღაც დაუწყარი პროცესი, იმიტომ რომ ეს იმხელა რაღაც წარმოუდგენელი ადამიანი ეს 92 წელი იქნებოდა, ასე 92 წელი. არეულობების დროს ასე. ხო, იმ პერიოდში ვიყავი ზუსტად და არა, აქეთ იყო. იმიტომ რომ მამა ანდრია ყურაშვილი გარდაცვლილი იყო უკვე. კი,
მახსოვს. ესე აფხაზეთის ომის შემდეგ. კი, აფხაზეთის ომის შემდეგ აქეთ იყო და ზუსტად აღარ მოსს, მაგრამ მე მახსოვს ერთი რამე, რომ ის დიდი შინაგანი სიხარული, რაც მე განვიცდიდი საპატრიარქოში. მე მოხდა, რომ უწმინდესმა ერთ დღეს აი სკოლს დაუძახა 24 წამიყვანა და ხაშვის მონასტერს კახეთისკენ წავედი და ხაშვის მონასტერში წავიყვანა და ისეთი რაღაც უბრალო ადამიანი, საყვარელი ადამიანი მე მახსოვს, რომ მე მეგონება, რომ მოგწონს, აქ თან სახელი ილია რო გავხარდა მithumetes მეც ილია ხო და მოგეწონა უშუალო ეს თავიდან ახლა უწმინდეს ესე ჯერ ისე მდებარეობა და ისეთი ადგილასა ხაშვის მონასტერი მართლა ძალიან ლამაზი ადგილი მდებარეობა აქვს და მაშინ ჩვენთან ერთად იყო მამა ბასილი მაჩიტაძე თუ გახსოვს მე დაიკარგა ეს ადამიანი რაღაც მოხდა ზუსტად არ ვიცი მის შემდეგ და იქ ვინც იყო წინამძღვარი ეს ადამიანს რაღაც კუჩის პრობლემა ჰქონდა და ის წამოიყვან ყველა ადამიანზე ზრუნავდა რომ სამწყობოში უნდა წაიყვანა რო ენკურნელებია და დროებით ეს მამა იყო და მე და იქ რამოდენიმე მორჩილებიც იყო დარჩენილი და ახლა რა იყო რომ მითხრა რომ დარჩე კი უწმინდეს თქვენ როგორც მაკურთხებთ მაგრამ მეუფე კალისატესგან მქონდა მე კრიშე გატანილი და ტექსტი რომელიც მისაღები გამოსდები რომელიც უკვე უნდა დაწყებულიყო სემინარი აკადემიაში ჩვენთან აი ეს განცხადება უნდა მაშინ აი გაზეთში უნდა გამოსულიყო მადლში და უწმინდეს მეუბნება შენო მე ამიხსენიო და მე მივიტანო იქ წარმოვიდგინე რანაირი საყვარელი უბრალო ადამიანი და ეხლა რო ვეუბნები რომ აი უწმინდესო ეს კრიში რო აქ რომ იქნება ეს ტექსტი უნდა წავიდეს აქ და ერა ვეფხისტყაოსანი დაგიწერია თუ ერთი სიტყვით აქ გამოვართ ახლა უწმინდესმა და ყველაზე მეტი რა იყო ახლა მოსაგონარი თვითონ ამ ვახტანგ გორგასალის დროინდელი ეკლესია იყო და რემონტი მიდიოდა და ერთ-ერთი შემთხვევით მოვიდა ერთ-ერთი პიროვნება და ეს პიროვნება სულ ისეთ რაღაცებს საუბრობს რომ აი უნდა რომ პატრიარქი დაიჭიროს რაღაც სიტყვებში და უწმინდეს ახლა მიჩერებია მას ახლა ვინც გვერდში ახალი აი უხსნის რაღაცებს და ეს რემონტი მიდიოდა იქ და ამ თვითონ შენობაში თვითონ ამ ეკლესიაში იყო მერცხლის ბუდეები რამოდენიმე ხო და ეხლა ამას უნდა სიტყვით დაიჭიროს უწმინდესი რომ მერცხლის ბუდეროა იტყვის დაანგრიოს რატო დაანგრიოს რატო უნდა დაანგრიოს და თუ არ დაანგრიოს მაშინ რემონტი როგორ უნდა ჩატარდეს და ეს ასეთი მით უსვამს კითხვას რა ეს პიროვნება და უწმინდესო ხედავთ ზემოთ მერცხლის ბუდეები რო არისო რა ვქნათ ეს უნდა თან ამას არავინ არ ეკითხება იქ შემთხვევითა მოსული არც რემონტს ატარებს და არც ამის და ერთ მერცხლის ბუდეები იყო მოსული მას კი აკეთებდა ხო ისე შემოიარა თუ რა ვიცი და რისთვისაც იყო რა შეკითხვებს ვსვამდა ეთქობა რისთვის იყო მოსული ეუბნებო რომ ეს მერცხლის ბუდეები რა ვქნათო აქ უნდა დავანგრიოთ თუ უნდა იყოსო და უწმინდესი ასე ნაზად შემოbrunდა და გაღიმებული სახით თქვენს დაარდიქით მე ილოცეთ და გაფრინდებიანო და მე ისე მინდოდა ისე მომეფხანა გული და ისე მინდოდა რომ გამეცინა შევიკავი თავი და მადლობა უთხარი ღმერთს ზუსტად ფარისევლები და მწიგნობრებს რო უნდათ მათ ხوارი რო სიტყვაში დაიჭირა ზუსტად ეს მაგალითი ისე ეს ფულიო ფულზე რო უნდა კითხება ზუსტად ისე ხო ერთი სიტყვით იმის შემდეგ მოხდა ასეთი რამე რომ მე რამოდენიმე დღე დავჭი და მოხდა რომ უწმინდესი ხაშვის მონასტერს რო გადახვიდოდი პატარა როგორ იყო იცი პატარა მდინარესავე პატარა რუს რო უძახე ხო ჩამოყო მწყერიალა წყალი იყო ძალიან მაგრამ ცივი და კირქვები იყო სულ ამდენად იქ დიდი მდინარე იყო რაღაცა მაგრამ იქ დამშრალი იყო და აქ უფრო და უწმინდეს ამბობს რომ მე ავალო ზემოთო ხო და ანუ სად მე ზემოთ ავალო უწმინდეს ისე თან ხო გეუბნები ისეთი მამაშვილური ურთიერთობა ისე კი რაღაც ოფიციოზი და რაღაც აი უბრალო მამაშვილური ურთიერთობა და უწმინდესი აი ამ რო გაკაშდა სულ წყალში და მოიფარა ხა ჩვენ თვალს და იქ მე ხო ჩამობძანა ჩვენ არ დავგვინახე არც მისი განმოსვა არც მის შემოსვა მაგრამ შემთხვევით რომ დარეკე თუ რაღაცა იყო იქიდან და უწმინდეს დარჩენია მისი გულის ჯვარი და აი რამოდენიმე ჯვარი იყო და ის მეფეთა ჯვარი მე მახსოვს ერთხელ დელეგაცია რო ჩავედით ის ჯვარი მან გვაჩვენა მეფე ჯვარი რომელიც უნდა გადაეცესო შემდეგ მეფეს და ეს სიწმინდეები ქვაზე დაუტოვებია და შემოსი თუ დავიწყებია და
იმის ღირში შევიქენ რომ მის გულის ჯვარდა იმას უყალამ ვემთხვიეთ იქ რომ ხელა გასახარებელი იყო და ვფიქრობდი ალბათ მეთფაინება რომ ამას შევხებოდით მეთქი შეიძლება არც დარჩენია და თქვენ გაგიშვათ ხო და მე ეს მოხდა რომ იქ ამობრძანდა მეუფე იობი და მამა ტარიელს კინჭილაშვილი ხო და უწმინდესი გიეძახის უნდა წამოხვიდო საპატრიარქოში ნუ ერთი წვით ეს წმინდები წამოაბრძანენ მეც ჩამოვედი და როდესაც უკვე საპატრიარქოში მივედი სადაც შინ საპატრიარქოს ეკლესია შინითი პატარა ეკლესია ხარების ეკლესია არის ხო იქ მაშინ ეს ეკლესია არ იყო და იგი სკამიკები იყო პატარა სკვერივით იყო და სკამი და უწმინდესი რო ჩამობრძანდა იქ რო დაждდა მანიშნა რომ მოდიო და რომ მივედი მამო იმ ხელა რაღაც მადლი ვიქცენი იმ ხელ რაღაც სიხარული და იგი მომეფინა ჩემ ცხოვრებაში მე მნერ განსა არ მქონია არასდროს რომ რაღაც არა მიწიური რაღაც დამეუფლა რაღაც სიხარულის განცდა და დაიწყო საუბარი რომ დედა თქვენი არისო ჩამოსულიო და ძალიან ფანატიკოსი დედაქოლიო ძალიან სედიმეტად უყვარხარო ხო და ასეთი დედა ღვთისის სათნო კი არ არისო იმიტომ რომ ასე დედასო რომელსაც შვილიო ღმერთზე მეტად უყვარსო და აკერპებსო ხო იქეთ ვერ იყურებდა ანუ შეიძლება შვილი წაერთვასო ვერაც ავიდესო ან გარდაიცვალა მას ხო ან და მესამეო შეიძლება თვითონ დედა დაისაჯოსო ერთი სიტყვით ეს რომ მითხრა ეხლაო შენო მაინცო დედა ვინაიდან ჩამოვიდაო შენო წაღევიო და მივენდოთ ღმერთსო კი ჩემ მოწმინდესო როგორც გვაკურთხებ მეთქი ერთი სიტყვით იქიდან რო წამოვედით ეხლა ქუთაისამდე მაშინ ვიკაროსი იყო და პატარა გზა ხო არ იყო თითქმის 2 საათი ნახევარი 5 საათამდე უნდებოდა ეს ხო და მთელი ეს განმავლობაში ხო შეიძლება დედას ეთქვა რომ აი მე ხო წამოგიყვანე და მთელი გზა საუბრო ერა კაცი ყოფილა და ერა ადამიანი ყოფილა ესე იგი დედა ჩემი ერთი ღამე მოუწია დარჩენა მე ხო და ერთი ღამე დაიტოვა უწმინდესმა და რადიკალურად იყო დედა შეცვლილი ხო და მე მთელი გზა დედა საუბრობდა ეს რა და მეუნე შულო მე აღარ ვარო არაფრის წინააღმდეგიო როგორც უფალი ინებებს ისე იყოსო ერთი სიტყვით მე უკვე აქ დედას ქუთაისში რო ჩამოვედი დავშვედი ის წავიდა ბაღდადში მე წავედი ზემოთ გელათში კალდის რამოდენიმე ხანი და ერთ-ერთი გეგუთილი ბიჭი ამოროსი დადიოდა ჩვენთან და გელათში ამოვიდა და მეუნება რომ გეგუთილები ბაღდადში ჩადიოდნენ ეგ მწვანელის და დედა გეგუთილი იყო წარმოშობი და მამაჩემს უნახავს მამამისი რომ მაშინ ტელეფონები ასე არ იყო და რომ შემოეთვალა ჩვენთან რომ დედა ავათარის რომ ჩამოვიდესო და ეხლა წარმოვიდგინე რა ხდება ეს სიტყვით ახლა სწრაფი მაგრამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ხდება ეს პროცესი რომ იმან ის ნახა მე ის არ ამოვიდა როცა მოიცალა და მე რომ მითხრა რომ დედა შენი ძალიან ცუდად არის და თუ მოახერხებ რომ ჩამოვიდესო შემოგითვალა მამა შენო და მამა ნიკლოს დავიკითხე მამა მითხრა არა უჯერ რომ შევჩედეთ თუ პატარა ხანია რამოდენიმე ხანი რო გავიდა მე თვითონ დამიძახა და ეხლა წავიდეთო და ჩავედით ბაღდადში სალაში ფერაჩემი წევს რა ხდება მეუნები 39 სიცხე აქ დღის განმავლობაში 40 აქ ღამე მაგრამ ვერ გებულობენ რაჭირს რომ რამ ექიმი ყველა მოყან მაგრამ არაფერი არ ჭირს ისეთი რომ ეს სიცხები აქვს ამ თითქმის ეს 40 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ჩვენ ამ უკვე ბოლო პერიოდებში მივედით. ხო და როდესაც უკვე საუბრობდით, დედა ეუბნება მამა ნიკოლოზს, რომ მე ხილულად გამომეცხადმო წმინდა ნიკოლოზიო. და მამა ნიკოლოზი ეუბნება, შენ რა იცი ხა წმინდა ნიკოლოზი გამოგაცხადა თუ ვინ გამოგეცხადაო. არა, მე ხატებით ვიცანიო, იმიტომ რომ სამლოცველო კუთხე რო ქონდა ჩვენთან სახში. აი ხატი ვიცანიო, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ხატი იყო, სრული შესამოსილით იყო და პირდაპირ მიგვითითა ხელი, აი დიდი მაგიდა სადაც იყო, ამ მაგიდის გვერდზე გამოჩნდა პირდაპირ თავი ნახე, მომაჩერდაო და რამოდენიმე ხანშიო გაუჩინარდა და წავიდაო.
ერთ სიტყვით მე ეს რატო ახლა წმინდა ნიკოლოზი მოგახსოვს მაშინ ის პერიოდი იყო როდესაც წმინდა ნიკოლოზს რო სთხოვა უწმინდესმა რომ მე მიჭირსო მართო და შენ იყავი პატრიარქიო და დამეხმარეო ანუ პატრიარქის სიტყვა რო სრულდებოდა ამიტომ გამოაჩინა ზეცამ წმინდა ნიკოლოზი აი მხოლოდ დიდი იყო პატრიარქის სიტყვა და როდესაც 7 ზეთის ხება ჩაუტარეთ ყველაფერი დედა წამოდგა ფეხზე მე საჯველით გააწყო ყველაფერი ისე არ გამოგვიშვა და მის შემდეგ მანდობომეც კარგად იყო და ესა პატრიარქის სიტყვის აღსრულება ჩემ ოჯახში რომ ხილურად თუ დავინახეთ იმ ხელა დიდია. აი თუნდაც ბოლო ახლა რაც არის კიდე წარმოგიდგენთ ჩემი ოჯახის ჩვენ ღირსი შევიქენით ნამდვილად ჩვენი ოჯახი რომ ჩვენი შვილი აი ეს რომანსგან მესამე პატარა ბიჭი ჩემი გაბრიელი უწმინდესის ნათული გახდა უწმინდეს და ჩვენი მეუფე იოანესი და სწორედ გასვენებად თან ეს ბავშვი რო წავიყვანეთ აი იქ შემოვიდნენ ღვთის შეწევით ისე შემოვიდნენ პიტა მართლაც რო კარი ყველაფერი ღია იყო და ეს ბავშვი რაღაც აღტაცებული იყო უხარო და რაღაცა კისკისებდა მე უწმინდესთან აი რომ შევიყვანე მამებს თხოვე მის სურათს კოცნა მე შემოატარეთ დედაქეთევანი ბრძანდებოდა იმან დალოცა და გასვენებაც მისი დაბადების დღეზე მისი ნათელი ესე იგი გასვენება და ესე იგი ჩემი პატარა გაბრიელი 2 წლის გამიხდა რომ აი ემხელა რაღაც უწმინდესი ძალიან დიდი ალად სიწმინდე რომელსაც ვერ წარმოვიდგენს ადამიანი იმიტომ რომ მელე ჩვენი გადაცემაც ახლა იწურება ცოტა რო დარჩა და მე მინდა ასე რაღაცა დაგეკითხო ხა კითხო აი ახლა შემთხვევით არ მithქვავს იგი რომ ნეტარებში რამდენში ხო ჩაისვოდა ნეტარი გოთქვა რა გდევნენ და ხო აი პატრიარქის თელი ცხოვრება იყო დევნა და წამება მოდი ასე ვთქვათ რომ ამბობდნენ მოწამებრივი პატრიარქია მე მეგვირდა და ამან უჩვერა მე ბოლო წლება ყველაფერი რომ აი ყოველთვის ებრძოდნენ ყოველთვის ვტრობდნენ ყოველთვის აი რაღაც ძალები პატარა მცირე ძალები მაინც ხო აი იყო ეს ბრძოლა ყოველთვის პატრიარქს ბრძოლაში იყო არ ჩანდა არც გაგაგებიებდა არც გეტყოდა ხო ისე მიქონდა ეს ტვირთი პატრიარქობის არ წუწუნობდა ბოლოს იყო ერთი გალობა რო დაწერა დავიღალე მოდი ჩემთან უფალო საოცარი გალობა დაწერა ხო და აი მთელი ცხოვრება მე მაგალითად აი თქვენს დაფიქრდით აბა რები არ აკადრეს ამ ჩვენ მამას ამ ჩვენ მოხუცებულ პატრიარქს და არაზოს მე პატრიარქი არ მინახავს თავი ემართლებიოს აი სასულთა აი ქრისტიანული აი როგორც უნდა იყო ქრისტიანი აი მამა ჩვენ გადაცემამდე საუბრობთ რაღაც ეს იმით იყო ამ ყველა დიდი პიროვნება რომ მის პირადულს ისტმობდა მაგრამ ეკლესიის წინააღმდეგ ოდნავ პატარა ამეს არ დაუთმდა არავის იქ პრინციპული იყო აი თუნდაც სოფლიო პატრიარქთანაც ხო წერილებს კითხულობდი ჩვენ და მომისმენია მე ჩემი უფე გალესადესგანაც სხვა უპირატეს მთავრებისაგან და მithumedes ეს ისტორიული მასალა რომ როდესაც ეკლესიას ეხებოდა ჩვენი ეკლესიის სიწმინდეს ეხებოდა ჩვენი ავტოკეფალობას ეხებოდა ის უკან არავის არ დაუხევდა ამიტომ ის მართლაც ეს რაღაც შოუპოვარი ვაშკაცური სული მას თანძდებდა მაგრამ პირადულში ის ყოველთვის უკან უხევდა მე არ დამავიწყება აი ჩვენი მეუფეს რა ვიცი როდესაც რამოდენიმე მთავრები მივიდნენ უწმინდესად როდესაც ერთ-ერთი ცდებოდა და მას შეურაცხყოფდა როთა დაისაჯა უწმინდესი ასე უნებოდა ჩვენ მე ვლანძღავს თქვენ ხო არ გლანძღავსო არა თქვენ არ გესმით სიყვარული რა არის ესე იგი იმიტომ რომ ეს კაცი ნამდვილად არსებობდა როგორც შეიძლება ნამდვილად და მე ამს რომ ივანე ღვთისმეტყველს რო გაუხა აი ტყუპისალი იყო ივანე ღვთისმეტყველის აბრაამისეული მამონთავრული სული ჰქონდა მოსესეული აი აღთმის ქვეყანაში რო გაიყვანა და ჩვენ მართლაც სუდარა გადაფარებული აი ამ ლაბირინთებს ატარა ჩვენი ერი და გამოგვიყვანა და სახე მოსახმეთმა მისი ხელით ერთხელ მოვისმენე ერთ-ერთმა თქვა აქ ვინაიდან ღვთისმშობლის ქვეყანა არისო ვინც არ უნდა ყოფილიყო ამას ნურას უკაცრავად კაცო ვინც არ უნდა იყოს კი არა ღმერთმა ეს ჭურჭელი აარჩია
იმიტომ რომ მისი ჯიში და ჯილაგიდან კი არა მარტო თვითონ პიროვნული ხარეს, იმიტომ რომ დენის წყაროსთან მაგალითად ყველა ნატურა შეერთებულია, მაგრამ ის დატვირთა ის და გაუძლევს დატვირთვა რომელსაც ხარისხი აქვს ლითონს, ხო? იმიტომ რომ პატარა ძლიერი დატვირთვა როა, როცა ალუმინია ხელად გადაიწვება და ვერ გაუძლევს მას. სპილენძი კიდო შემდეგ და ოქრო, ასე არის, ოქრო დრო იყო ეს ადამიანი. ამიტომ იყო რომ სწორედ აი ამ დიდ ზეწოლებს და ბრძოლებს გაუძლო. რამდენადაც უნდა გიღირდეს რომ ადვილის საქმე როგორც წაიკითხავს სოფლიო ეკლესიის ისტორიებს და აი მღვდელმთავრების ისტორიას იყო შემთხვევა მაგალითად აი ამასინებზე ახლა რაღაც თემის გამო დამჭირდა ფოტი პატრიარქი და სხვადასხვა პატრიარქების ცხოვრებები. აი რო დააყენებდა რამოდენიმე მე გადაყენება მოხდა შეგაბძოლები იყო 1000 მე ისევით ის რო მასე მე მოვიდო და ისევეთ დაუშვა დააყენ ანუ ამ ადამიანს უწყვეტი პატრიარქობის სამხელა ანუ სოფლიოშიც აქაც კი პირველი ადამიანი ბრძანდება რომ ამდენი ხნის განმავლობაში იყო პატრიარქი უწყვეტად და მან შეძლო რომ ჯერ ერთ ყველა მღვდელმთავრები მისი ნაკურთხი იყო და კი თუ იყო რამოდენიმე და მოხდა მისი გამკვეთე ეს წარმოდგენს ამიტომ რომ 12-ში მაცხوارს ერთი იუდა წავდა კაცო ეს ხო და აი უფალმა სახელით შეძლო რომ დღემდე ეს სახელმწიფო ჩვენ ეკლესია. მადლობა მამაილია. იმდენი შეიძლება პატრიარქზე ვისაუბროთ ჩვენ დღეები არ გვეყოფა, მაგრამ მოდი ახლა ამით დავამთავროთ ეს საუბარი და ახლა ბოლო კვირა იწყება. დიახ. ცოტა ხანში და ამ ბოლო კვირაში მაყურებელს რო უთხრათ რომ აი მოგლეთ უთხრათ აი როგორ უნდა დაიცვან ბოლო კვირა. როგორ არის წესი? ახლა წესი ის არის რომ ყოველს უნდა ეცადონ ვინ სად არის ვისაც თავის უძურები გააჩნიან მისი მოძღვრის მიხედვით უნდა ისაზდო ეს ინდივიდუალურად თავის მოძღვართან ურთიერთობა უნდა ქონდეთ იმიტომ რომ აქ არ შეიძლება რაღაც ერთ ჭრილში ყველას რაღაც მიუთითოთ მაგრამ საერთოდ ბოლო კვირას ნების კვირა ყველაზე ეს არის დიახ იმიტომ არის რომ წარმოგიდგენ მეუდაბნოები მამებიც კი აი ახლა მაგრამ მარი მეგვიტელის ხორება და სხვა არის ამ ხორება რო გადიოდნენ უდაბნოებში ბოლო კვირას მაინც მოდიოდნენ იმიტომ რომ იქ უკვე იწყება სახარების კითხვა 3 დღის განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ ეხლა ხარების დღესასწაული მაგრამ სახარების კითხვა ვიდეო სულ სხვა არის იქ რო სახარებას კითხულობდა სულ სხვა მაგალითად რომ შენ შეიძლება რომ დადგე სახში და დაიწყო იმიტომ რომ ის ძალიან გიბიჭდება გონებაში აი მე მაგალითად რაც უფრო მეტად ასაკში შევდივარ მოძღვარი ხო და მით უფრო კითხულობ სახარებას მით უფრო მეტად მეხსნება ყოველ წაკითხვაზე მეხსნება ესა თუ ისა დამალული ადგილები ამიტომ ძალიან დიდი არის რომ სახარების კითხვის დროს მე მინახავს დაუშვათ რევლისგანაც და ძალიან კარგი წესიცაა რომ თვითონაც უკავიათ სახარება და მოყობიან გონების თვალი თავის მოძღვართან და რატო თუ რამე უცბად თუ გონებით ხარ და კითხვა გაგიჩნდება და ვერ გაიგე აუცილებლად უნდა ქონდეს იქ პატარა რვეული და ის რომ ამოიწერო ის რა შენთვის საინტერესო არის და გააგრძელო ეს შემდეგ უკვე მოძღვართან ერთად ურთიერთობა. ხო და აი მაგალითად შემდეგ ეს რო დაგროვდება, ამიტომ კარგი რომ სახარებას ანუ უფალს უყვარს ადამიანი რომელიც როგორც ჩქეფავი წყალი რო არის თის წვერი და რო ეშვება და ხან ერთქვას დაეცემოდა ხან და უფრო მეტად ასეთი წყალი არის გაჯერებული ჟანგბადით. ასეა ქრისტიანი რაც უფრო მეტად ეძებს წმინდა წერილს და წმინდა წერილში ღვთის დიდებას და უნდა რომ გაერკვეს ამა თუ ანუ ხალასი გონება აქვს ადამიანს ღვთისთვის ეს ძალიან დიდი სათნო არის და ამიტომ ამას ქვია ძიება რომ უნდა ვეძებო და აი საძიებელი ღმერთმა სწორედ ეს წმინდა წერილი მოგცა ეკლესიური ცხოვრება და ეკლესია ჩვენს ხელს გვიწყობს მისი იქავლელი ლოცვით და მარხვით რათა შედეგამდე მივიდეთ იმიტომ რომ ლოცვა და მარხვა ეს არის ჩვენი აბჯარი, ჩვენი ფარი და ყველაფერი, რომელსაც უნდა დაგვიცოს ქარესამყაროდან და ჩვენ შინაგანში უკვე სახარების მიხედვით რომ უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ არის ასეთი რამე მაგალითად ბოლო კვირა ვინაიდან არის და ვხედავთ რომ დღეს ადამიანებს გვიჭირს ხო? ამიტომ ზოგ დამწყებ ქრისტიანებს ბოლო კვირასაც ვადლებთ ნებას ოღონდ დაიცავი, ოღონდ მოდით ეკლესიაში. ისე კი არა რომ მარტო მარხვა დაიცვან და ეკლესიაში არ მოვიდნენ და იქ სახარებას არ მოусვენონ და აი ესე გონიათ რაღაც არა
უდომ ბოლო კვირას აუცილებელი არის რომ იქ სად რომელ უბანში არის სადაც უფრო ხელი მიეწეფება და სადაც ანუ სულიერ მოძღვარებას უფრო მეტი ახლო ურთიერთობა გქონდეს და უნდა ეცადო რომ ეზიარონ იმიტომ რომ ესა ჩვენთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობა რაც ღმერთმა მოგვანიჭა კაცობრიობას და რაც სიხარული ვინც არ ჭამს ხორცსა ჩემსა და არ სვამს ისა ჩემთან წილი არ ექნება ანუ შენ ადამიანს ეს უნდა გესმოდეს თუ კი შენ არ ახარ თანაზიარე გარდაცვალების შემდეგ შენი სული უფალი აღარ მიგისიტავს და მაშინ აღარაა შენი ცხოვრება ამიტომ ქრისტიანობა არც ისწორებს ამაშენებს რომ შენი ეს ცხოვრების თავარი ამოსავალი უნდა იყოს თანაზიარობა ღმერთთან დიდი მადლობა მამაელია გადაცემაში მოგზაურობისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა და დავემშვიდობოთ ჩვენ და მაყურებლებს გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე